მადლობა ბატონ თავმჯდომარე. Ძვირფასო კოლეგებო, დღეს საქართველო აწარმოებს ყველა ქვეყანასთან კარგი ურთიერთობების შენარჩუნების პოლიტიკას, განსაკუთრებით მეზობლებთან. თუმცა 27 იანვარს საქართველოს დელეგაციის ზოგიერთმა წევრმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გამოაჩინეს რა არაობიექტურობა და ჩაოქვეყნეს რა საქმის გულში გამოაჩინეს რა არაბალანსირებული მიდგომა კენჭი უღარეს ანტისომხურ პროექტს, რამაც გამოიწვია გააგნება და სხვადასხვა სახის საუბრები ჩვენ საზოგადოებაში. ატვეჩუ. მიუხედავად ცალკეული პოლიტიკოსების მხრიდან ანტისომხურ პოზიციას, დასმუნებული ვარ, რომ სომეხი და ქართველი ერებს შორის მური ურთიერთობები მომავალში უფრო გაღრმავდება და განვითარება. Მადლობა. Всё четко. Всё четко. Ара сомехи ара. Мы должны вести сбалансированную политику. Грузия должна вести сбалансированную политику. Батони Георги Волски, გისმენთ. შემდეგი ბატონი ნუგზარ ციკლაური. ხო, რაღაც უცნაური სიტუაცია ჩამოყალიბდა. სულ ყოველთვის სხვა გეგმავთ თემაზე, საინტერესო მიმდინარე საკითხებთან საუბარს, ისეთი თემა შემოიჭრება. არ არსებობს გამოხატულება, უამრავი თემა შემოვიდა სხვადასხვა საკითხზე. ეხლა კახელები აგვიმხედრა აგერ ფრაქციის თავმჯდომარემ ახალმა. იქ რაღაცა აზერბაიჯანული თითქოს აზერბაიჯანის მიმართ რაღაცა ცუდი პოზიცია იყო სომხების მიმართ. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციამ უმრავლესობის ნაწილს ვამბობ, ჩაატარა მუშაობა და პოზიცია, რომელიც დააფიქსირდა ჩვენი სამეზობლოში არანაირ დაძაბულობას და არანაირ დაპირისპირებას არ იწვევს. და საერთოდ მოვეშვათ ამ პოპულისტურ განცხადებებს, კახელი გლეხების სახელით რულაპარაკობთ. ხო, იცით რაშია საქმე? არის საკითხები, რაც პრობლემებთან არის დაკავშირებული, არის საკითხები, რომელიც შეიძლება გადაიჭრას. და რაიმე ჭკვიანური და რამე სწორი ანალიზი შემოგთავაზოთ. ნუ ყვირი ხარ, კაკო, მაქედან ვლაპარაკობ მე. ხო და არის საკითხებთან დაკავშირებით, რომელზეც გმართებს ძალიან კაფეოპა. რაც უფრო ახლოს მოვა არჩევნების დღე, მეტი იქნება ეს პოპულისტური განცხადებები და ყველა მოვერიდოთ იმას, რომ საქართველო ჩვენი საერთო ქვეყანაა, ქართველისაც, სომეხისაც, აზერბაიჯანელისაც და შევინარჩუნოთ სტაბილურობა ამ ქვეყანაში. და არ შეიძლება ამ თემაზე სპეკულირება. დარჩა ბევრი ხალხი მართლაც გაუარესდა ენერგო მომარაგების საკითხები. ამ თემას მუშაობა ჭირდება და არა ესეთი განცხადებების გაკეთება, თითქოს აქ დაპირისპირება იქიდან მოდის, რომ ვინმეს უარესი აქვს ჩაფიქრებული როგორმე გააძვიროს და გაუარესოს სიტუაცია ადამიანს. იცით ყველაფერი კარგად იცით, რა ხდება, რა პროცესები მიდის და სწორედ ამ მიმართულებით არის მთავარი დარტყმები მიშვებული. ძალიან კარგია, რომ ჩვენ შეგვიძლია გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია უამრავ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ მთავარი არის თემა საქართველოს სტაბილურობის შენარჩუნება. იმ ვითარებაში, როდესაც ჩვენ გარშემო არის ძალიან მძიმე მდგომარეობა ყველა მიმართულებით, გინდა სამხედრო, გინდა პოლიტიკური. ახალი თამაშები იწყება, ახალი განლაგება ხდება ძალების, გინდა ენერგეტიკულ ბაზარზე, გინდა პოლიტიკურ ვითარებაში. აქედან გამომდინარე პატარას, მცირე რესურსები ამ მქონე ქვეყანას მართებს სრულად გამოიყენოს თავის გეოპოლიტიკური უპირატესობები. ყველა ძალა იქნება მიმართული, რათა მთავრობა ამ საკითხებზე მუშაობაში ხელი შეუშალოთ. არავინ არ აყვეთ პროვოკაციებს. ბატონი ნუგზარ ციკლაური, შემდეგ ქალბატონი ფათი ხალვაში. დიდი მადლობა ძვირფასო კოლეგებო, პირველ რიგში მინდა მოგახსენოთ, რომ ბატონი სამელ პეტროსიანის გამოსვლაში ჩამოყალიბებული მოსაზრებები არ არის არც ნაციონალური მოძრაობის და არც უმცირესობის ფრაქციების პოზიცია და ამის თაობაზე მინდა ინფორმირებული იყოს ყველა. თუ იქნება საჭირო დამატებითი
კომენტარები ამის თაობაზე, შემდეგ ჩვენ გავცემთ კიდევ კომენტარებს. ახლა რაც შეეხება ძირითად საკითხებს, ბატონო გია, არ მგონია რომ ქართული ოცნების ლიდერი ერთ-ერთი